კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ იყო უფრო შიგნიდან უნდა გსმოდათ რამე სქელი, ან ტყავი, ან რამოდენიმე ტყავი შეიძლება ამ სისქეც ყოფილიყო. იმას ხმალი და რაღაცა ვერაფერს ვერ აკლებდა რა, შიგნიდან ეცოთ სქლად. ზაფხულში ვინც ომობდა ვერ იყო საქმე კარგა, იმიტომ ძალიან ისე ეცვათ რა. კილოებში გვაქვს ძირითადად ნანახი და წარმოიდგინეთ, რომ საერთოდ განსხვავდება რა. თქვენ რომ გახვიდეთ წარმოიდგინეთ ბრძოლაში რაც გააკეთებთ რომ გადარჩეთ. ანუ რასაც იპოვეთ ალბათ ყველაფერს ზე ჩაიცმევთ და ოღონდ რაღაცა არ გახუტოს. და ახლო მისულიყავ იმტერთან ძალიან ახლო და პატარა ხანჯლთან რაღაცით ხელში დაგეთყან მთელი ამბავი. მოგეთ ახლა მე ბრძოლის ხერხების იმებში აღარ შევალ, რა ქვია, პერიპეტიებში. იმას ვიტყვი რა, რახან ქართული ჯარისკაც ვაბრძოლებ, თანამედროვე ქართული. იყო კიდე ესეთი იარაღი, ვერაგული. ეს არის ღაჯია, სამრიგიანი, ყოვლად ვერაგი იარაღი რა. ესეც სუფთა ქართული გამოგონება, არც ერთ კულტურაში ესეთი რამე იარაღი არ გვხვდება, მარტო საქართველოში, ხევსურეთშია შემორჩენილი, იყო უფრო სწორედ რა და